მოგესალმებით, ანა, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ ქათამაძის უფლებების დაცვის საქმეში მოგვიანებით ჩავერთეთ, მაშინ როდესაც საერთაშორისო დავები უნდა დაწყებულიყო ამ საქმეზე და პირველ ეტაპზე მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც სამწუხაროდ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დღეს ამის შესახებ განცხადება შსს მინისტრის მოადგილემაც გააკეთა, თუმცა დაუყოვნები მივმართეთ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს და ასევე მომთხოვეთ დროებითი ღონისძიებების გამოყენება. ჩვენ სტრასბურგის შემთხვევაშიც ეს მექანიზმი ქონა გამოყენებული და ეხლა ბოლო კომუნიკაციაში ვიყავით გაეროსთან, როცა მოულოდნელად რამდენიმე საათში, როგორც კი ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების ვადა ამოწურული იყო, თამარ ქათამაძე იძულებით გააძევეს ქვეყნიდან. მაშინ, როდესაც ჩვენი მოთხოვნა მიგრაციის დეპარტამენტთან სწორედ ეს იყო, რომ მოეცათ გონივრული ვადა ხო იმისთვის, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება დასრულებულიყო. სამწუხაროდ ეს შესაძლოა არ გააკეთა და ამ საკითხზე კომუნიკაციაც კი არ ქონდა ჩვენთან. სწორედ გუშინ იწურებოდა ნებაყოფლობით ქვეყნიდან დატოვების დრო, გუშინ 12 საათზე ღამით და დღეს დილაუთენია ქალბატონმა ნინომ გაიგო, რომ ის უკვე თურქეთში იყო და ღამევე გადაიყვანეს. რაც რა თქმა უნდა არის ძალიან მძიმე, გასაგებია რომ ფორმალურად მას ვადა გასდიოდა ღამის 12 საათზე, თუმცა 15 დღე შეეძლოთ მათ იძულებითი გაძევების ფარგლებში გამოიყენებინათ, მაგრამ ესე დაუყოვნებლივი და მყისიერი გაგდება ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მძიმე და ჩვენ პრაქტიკულად გაეროს კომიტეტთან კომუნიკაცია ბოლომდე აღარ დაგვცალდა, ხო იმისთვის, რომ კიდევ მეორე მექანიზმი გვეცადა მისი უფლებების დაცვისთვის. ძალიან აშკარა იყო. თქვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე მიმართული ქონდათ, ხო, აღნიშნულ საკითხზე, იმიტომ რომ ამ თემაზეც ქონდა დღეს უწყებას არგუმენტი, რომ ეს მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული. ჩვენ დროებითი ღონისძიების გამოყენება დავაყენეთ სტრასბურგის სასამართლოში წინა კვირას და სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი, თუმცა თქვა, რომ თუ მას შემდგომი პრობლემები შეექმნება და თურქეთში მისი უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკები დადგება, მაშინ მას შეუძლია ხელახლა მიმართოს. და სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ გაეროსთან კომუნიკაცია, აქაც გავაგზავნეთ განაცხადი, ბოლო კომუნიკაციაში გარკვეული დეტალების დაზუსტებას გთხოვდა გაერო, მაგრამ აი უკვე ჩვენ დღეს დილით უნდა გაგვეგზავნა პასუხი და ვნახეთ, რომ უკვე ღამით ყისიერად, როგორც კი ვადა მოიწურა, თამარ ქათამაძე გააძევეს ქვეყნიდან. რაც ხო რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ამ საქმეში მთლიანად იყო აუგულებელყოფილი ადამიანის უფლებების სტანდარტები, განსაკუთრებულად ბოლო ეტაპზე ჩვენ მოვახერხეთ თურქეთში მის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმის მასალების მოპოვება და ეს მასალები აჩვენებდა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი და დაკავების საფუძველიც გიულენის მოძრაობასთან მისი სავარაუდო კავშირები იყო, თუმცა თამარ ქათამაძე ამას უარყოფს და პრინციპში საქმის მასალებსაც რო გავეცანით, ეს კავშირები პრაქტიკულად არ მტკიცდებოდა. ხო, მაგრამ ოფიციალურად სწორედ აი ამ ნიშნით და აი ამ საფუძვლით დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან ზრდიდა თურქეთში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, სამართლიან სასამართლოს უფლების დარღვევის რისკებს. არაერთი ანგარიში არსებობს. გაეროსი, ევროპის საბჭოსი, Amnesty International-ის, Human Rights Watch-ის ჩვენ ამას ვციტირებდით, ვაპელირებდით ამ ანგარიშებზე, სადაც ჩანს, როგორ მასობრივად ირღვევა აი ამ მოძრაობის წევრების უფლებები. თუმცა, როცა ჩვენ კიდე ერთხელ ახლა აღმოჩენილი გარემოებებით მივმართეთ სასამართლოსაც და შსს-საც, მათ მხედველობაშიც კი არ მიიღეს ეს გამოვლენილი გარემოებები და საქმის მასალები. ამიტომ ხო, გარკვეულწილად და ისევ როგორც მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან უსაფრთხო ჩანს, ხო ის ითხოვდა ყოველი სტატუსს, მოსალოდნელი დევნის შესახებ, ან ჰუმანიტარულ სტატუსს, არც ერთი სტატუსი არ მისცეს, ძალიან დაჩქარებულად მიდიოდა პროცესები და დღეს როცა ბატონი დარახველიძე ხო რაღაც სიამაყით ამბობდა, რომ სხვადასხვა სასამართლოების გადაწყვეტილება იყო ასეთი, კი პოლიტიზირებულ სასამართლოში, როცა ის აღარ არის დამოუკიდებელი, ის ადამიანის უფლებებს აღარ აფუძნებს საკუთარ შეფასებებს, ხო, ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრი უფლების დარღვევის ფაქტი სწორ
სწორედ სასამართლოს გზით ხდება და დღეს ადამიანის უფლებების კრიზისში მართლმსაჯულების და სასამართლოს როლი არის გადამწყვეტი და ჩვენმა სასამართლომ არც ერთმა ინსტანციამ არც საქმეზე, ხო, მათ შორის ჩვენ შეგვიძლია იგივე სადიგოვის საქმეც ვახსენოთ, ხო? თამთა მიზანდასახულობა სისტემის მხრიდან ქათამაძესთან დაკავშირებით ხედავთ თქვენ, აი გარდა სამართლებრივი ნაწილის შეფასებისა ამ საქმეში. აი რითი შეიძლება აიხსნას თქვათ აი ყველა ამ პროცედურაზე მიყოლა ვადების საკითხი, რაღაც ოპერატიულობა ხო გარკვეულწილად ამ პროცესში. ხედავთ აქ გარკვეულ მიზანმიმართულობას და რა არის ამაზე თქვენი ახსნა თუ ეთანხმებით ამას, იმიტომ რომ რამდენიმე უფლებადამცველი საუბრობდა ამის შესახებ, რომ ის თითქოს რაღაც გარკვეულწილად არის სამიზნე, მაგრამ ბევრმა ვერ დაადგინა, რატო შეიძლება იყოს ასე? თქვენი დასკვნა რა არის ამაზე? იცით, მე მგონია, რომ აქ მხედველობაშია მისაღები ის კონტექსტი, ხო, რომელშიც ის იყო დაკავებული, იმიტომ რომ თავდაპირველად ის არაერთ აქტივისტთან ერთად, ხო, ბათუმში სწორედ პროტესტში მონაწილეობის გამო იყო თვითნებურად დაკავებული და თქვენ კარგად გახსოვთ, თქვათ ის ეპიზოდი, რომელსაც ცელა ქათამაძე იხსენებს, როდესაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა, ხო, თემურ ქათამაძეს დაემუქრა, რომ სულ რომ ვერაფერი გავაკეთო, მაგ თურქს მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო. და ეუბნებოდნენ მათ შორის მას, რომ და გებუაძეს უთქვამთ, ხო, რომ ეს ეგ არის თურქი და სწორედ თურქეთია ჩვენი ქვეყნისთვის უფრო დიდი მტერი ვიდრე რუსეთიო, ხო? ამიტომაც ქათამაძის თან იცით რა, ქათამაძის მიგრაციული პრობლემები, ანუ ქათამაძის ისტორია ზოგადად ცოტა ისტორიული ამბავია, ხო? იმიტომ რომ ის არის მუჰაჯირების შთამომავალი მეოთხე თაობის, მას ბავშვობიდან ჰქონდა ძალიან ძლიერი ტოლვა ქართული ენის კულტურის მიმართ. მან თავი გადადო, ყველაფერი მიატოვა თურქეთში და უკვე ბოლო წლები საქართველოში ცხოვრობდა. სამწუხაროდ მას მოქალაქეობაზე უარი უთხრეს და ძალიან ხშირად ხდება ეს. როცა ჩვენებურებს ეუბნებიან უარს მოქალაქეობაზე, არაერთი ასეთი ადამიანია, ვთქვათ, იგივე მუსლიმი მესხები, ფერეიდაში მცხოვრები ქართველები, თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლები, რომლებსაც ხო სუსი როგორც წესი ბლოკავს მოქალაქეობას არ აძლევს და იმის გამო რომ მას ეს მიჯაჭვულობა საქართველოსთან ძალიან მაღალი ქონდა, ხო? მან რამდენჯერმე მოქალაქეობა მოითხოვა, ბოლო მოქალაქეობის დავა სასამართლოში დასრულებული სარაჯს და მას კარგი მიგრაციის წესები დარღვეული ქონდა საქართველოში ყოფნის დროს, მაგრამ არასდროს მისი გაძევების საკითხი არ დამდგარა. ეს მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა ის პროტესტებს დაუკავშირდა და გებუაძე შეიძლება ითქვას, რომ მას გადაეკიდა ისევ როგორც მზია ამაღლობელს და სხვა ადამიანებს და გახსოვთ ხო ადმინისტრაციული დაკავებიდან, პატიმრობიდან როგორც კი გამოვიდა, რამდენიმე წუთშივე შეაბრუნეს და საიმიგრაციო პატიმრობა დაიწყო. ამიტომაც მისი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა და ხდება და სამწუხაროდ არც შსს-მ, არც სასამართლომ თურქეთში მისთვის მოსალოდნელი რისკები მხედველობაში არ მიიღო და უბრალოდ რატო არის ეს საქმე ემოციური, ხო, და აქ დავასრულებ, ხო, თუ დრო აღარ მაქვს. ის არის, ანუ ეს ნახეთ მუჰაჯირები რუსეთის იმპერიის დროს იძულებულები გახდნენ, რომ წასულიყვნენ, გახიზნულიყვნენ საქართველოდან, უსაფრთხოების, მათი იდენტობის დაცვის გამო და აი დღეს, როცა ხო, სისტემა უარს ეუბნება მუჰაჯირების შთამომავალს მათი მისი იდენტობის აღიარებაზე, მოქალაქეობის დადასტურებაზე და ასე უკანონო დაჩქარებულად, ხო და უღირსად აძევებს ქვეყნიდან, როგორც კი საფორმალური საფუძველი მიეცა რამდენიმე საათში. ხო ეს აჩვენებს, როგორ ვერ გრძნობს ის ჩვენი ხალხის ამ ისტორიულ ტრავმებს. თამთა ერთი კითხვა მინდა დაგისვათ და მოვასწრო დარჩენილ დროში, ეს კითხვა ეხება სანქციების საკითხს. ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ პირველი კომენტარი სანქცირებული ყოფილი პროკურორის გაბიტაშვილის და ამაზეც მინდა გთხოვოთ შეფასება. ის ამბობს, რომ სანქციები უსამართლოა და ამის გამო არანაირ უხერხულობას არ გრძნობს, მაშინ როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები და ასევე ჩვენ ვხედავთ, რა არის გამოხმაურება და ოცნების რეაგირება კონკრეტულად ამ მიმართულებით, ხო? იგივე წულუკიანის განმარტება და ასე შემდეგ, ხო? რა სიტყვით თქვენი შეფასება როგორი არის აი ამ პროცესის და თავად ოცნების რეაქცია იგივე წულუკიანიდან რომ დავიწყოთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სიახლე იყო მისი ასე ვთქვათ ესეთი მწვავე რეაქცია ამ პროცესში და იმის ჩათვლით, რაც მოვისმინეთ ჩვენ დღეს გაბიტაშვილისგან.
იცით ხო ეს რთული თემაა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები იმის შესახებ თუ როგორ რეაგირებს ქართული ოცნება როგორ რეაგირებს ქართული ოცნება სანქციებზე. ერთის მხრივ ძალიან აშკარაა რომ მათ აქვთ ბუნებრივი დისკომფორტი, ხო, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს ტექნიკური დისკომფორტია კონკრეტული პირებისთვის, ხო ძალიან ცხადია, რომ სინამდვილეში სანქცირება, როცა ჩვენ მართლმსაჯულება, სამართლიან სასამართლო და მართლმსაჯულებას დაკარგული გვაქვს, მომავალში, ხო, როცა სამართლიანობა აღდგება ამ ქვეყანაში, მათ შორის სანქცირებული პირების საკითხი აუცილებლად გახდება მართლმსაჯულების თემა, ხო? და მათზე შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებობს ესეთი ნახევრად სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ მათ მიმართ მომავალში დაიწყოს სამართლებრივი რეაგირება. და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სანქცირებული პირებით არ შემოიფარგლება. მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, როგორც ამას იგივე სააკაშვილის პერიოდში ვსაუბრობდით, რომ ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც დღეს უხეშად არყოს ადამიანის უფლებებს, მთლიანად უგულებელ ყოფს კანონის მოთხოვნებს, ხო, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ მომავალში. და ეს ჩემი აზრით უნდა შეეხოს არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს, ხო, არამედ უნდა შეეხოს სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ამდენი წელია მიშას პერიოდში, სააკაშვილის პერიოდში ჩადიოდნენ დანაშაულებებს, ზალადობდნენ, სამართალს აუკუღმართებდნენ, მაგრამ მოერგნენ სისტემას, ეხლა ადაპტირდნენ და იგივეს აგრძელებდნენ, ხო? ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ალაპარაკო, როგორ უნდა აღდგეს მართლმსაჯულება ახალ პოლიტიკურ მომავალში ამ ქვეყანაში და როგორ უნდა ააგონ პასუხი სწორედ ესეთმა ადამიანებმა, რომლებიც ყველა რეჟიმს მოერგნენ, ყველგან შეასრულეს დავალებები და ყველა ჯერზე კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები და სამართლიანობის იდეები დაკარგეს, ხო? ამიტომაც სანქციები ეს არა მხოლოდ დღევანდელი დისკომფორტია, რომ სადღაც ვერ შევლენ ან ფინანსურ გადარიცხვების შეზღუდვებად, არამედ საბოლოოდ ეს გახდება ამ პირების მიმართ მართლმსაჯულების აღდგენის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი. ამიტომ რა თქმა უნდა ეს იციან და ამაზე ისინი წუხან. მათ ისევ გონიათ, რომ სასჯელსა და პასუხისმგებლობას რაღაც მომავალში გაექცევენ, როგორც წინა პერიოდში გაექცნენ. მაგრამ ამავდროულად ხო კარგად გესმით, რომ რაც უფრო ხშირად ხდება სანქციები, ეს არის სრული იზოლაცია და უკვე კრიზისში შესული დიპლომატიური ურთიერთობები დასავლეთთან, ცალკეულ ქვეყნებთან და ეს უკვე გეოპოლიტიკური კრიზისია ქართული ოცნებისთვისაც, რაც მას ძალიან აღიზიანებს, იმიტომ რომ ნახეთ, ანა თქვენ ხედავთ, რომ ისინი ცდილობენ ალტერნატიული ინფრასტრუქტურის შექმნას, აღმოსავლეთის ბაზრებზე გასვლას, მაგრამ დიდი ახალი დინამიკა მიმართულებით არ არის. ისინი ცდილობენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ჩინეთთან, სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ თუნდაც ქართული დიპლომატიის პირველი ჩავარდნა იყო ბოლო რეზოლუცია გაეროში, სადაც ამ ქვეყნებმა, ვისთანაც თითქოს აგებს ახლა დიპლომატიურ ურთიერთობებს ქართული ოცნება, დევნილების დაბრუნების საკითხს ხარი არ დაუჭირეს, ხო? და თავი შეიკავეს. ანუ ყველაზე ცენტრალურ დიპლომატიურ და ეროვნული მნიშვნელობის საკითხზეც ახალმა პარტნიორებმა ქართული ოცნება დააღალატეს. ამიტომ ხო ძალიან აშკარაა, რომ მათ ეს ალტერნატიული პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურა თუ ეკონომიკური შექმნილი არ აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმჩნევენ აი ამ კრიზისს და ლეგიტიმაციის კრიზისს მათ შორის, ხო? გეოპოლიტიკურ დონეზე ისინი ხო გრძნობენ, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. ამიტომაც საერთოდ არ მიგვირს ეს გაღიზიანება დღეს მათთვის აი ამ სიჯიუტის, უმოწყალობის, დემონსტრაციული აგრესიულობის, ხო, ჩვენებრივ თითქოს არაფერი აინტერესებთ, არც წინააღმდეგობა, არც ის რომ თქვათ ამდენი პირი მოდის ქართული ოცნებიდან, ან ის რომ სიმბოლური ძალაუფლება აქვთ დაკარგული და რაღაც მნიშვნელოვან დღესასწაულებს, ხო, საერთოდ ვეღარ თანამონაწილეობენ ამ პროცესში. თქვათ ან იმას რომ თვითონ უწევთ ახლა სისტემის გაწმენ და იმდენად ბრუტალურ დანაშაულებში იღებდნენ მონაწილეობას ცალკეული პირები, ხო? ამიტომაც ისინი აი ამ კრიზისს რაციონალურად პასუხს ვერ სცემენ, ამიტომ უბრალოდ იგნორირებისა და აი ამ რაღაცა სასტიკიანის გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ გავმარცვლავთ რეალობას, მაშინ ძალიან ცხადია, რომ ქართულ ოცნებას სერიოზული გამოწვევები აქვს. ძალიან დიდი მადლობა თამთა დაგემშვიდობები, თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობდა ჩვენ